არიელ ნემსაძეს, კადრის ოფიცერი, სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი. დიდი მადლობა არიელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ იქნება თქვენი პასუხი, გამოხმაურება იმ კომისიაზე, რომელიც მუშაობს ამ შემთხვევაში აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა ვიხილეთ ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორ იქნება თქვენი გამოხმაურება? ძალიან უწყდება თითოეულ ვეტერინარს გული ამ საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენთვის ის არის საინტერესო, თუ ესეთი მდგომარეობა იყო, მაშინ 2012 წლის შემდეგ გავიდა ძალიან ბევრი წელი და სად იყვნენ ეს ხალხი და ესეთი თემა თუ იყო და ქვეყანა თავზე თუ გვექცეოდა, მაშინ აქამდე რატო არ იყო ეს გამოძიება დაწყებული. მეორე რაც არის და აუცილებელი რაც ყველას შეშფოთებას იწვევს. ანუ, როდესაც კომისია იქმნება, ხომ? ამ კომისიაში რატო არ არის ისეთი პიროვნებები, რომლებიც უშუალოდ არიან ამ განხრით განათლება მიღებული და ასე შემდეგ. ძალიან რთულია სამოქალაქო პიროვნებას ესაუბრო ისეთ საკითხებზე, რაც შეეხება ომის მიმართულებას, რაც შეეხება სამხედრო წესებს და ასე შემდეგ. ძალიან გაღიზიანებას წვევს თითოეულ ჩვენთაგანში ჩვენ თითოეული ადამიანი რომელიც ვიყავით ფორმით ვასრულებდით იმ მოვალეობებს რაც იყო წესით და კანონით ჩვენზე დაკისრებული და ჩვენ ვალდებული ვიყავით საზოგადოების წინაშე რომ ჩვენი მუნდირი მომსახურებოდა საზოგადოებას ჩვენ ალალმართლად ჩვენი სიცოცხლე გადავდებით იმის გულისთვის რომ მომსახურებდით ქართულ საზოგადოებას დაგვეცვა სოფლები, დაგვეცვა ხალხი. ჩვენგან ერთი თვე არ გავარდნილა, ჩვენ პირიქით ვიყავით საზოგადოების სამსახურში, ჩვენი ბრძანება იყო ესეთი, რომ დაგვეცვა ხალხი. საიდან მოდის სისტემა, რომ ომი დაიწყოს საქართველოს თავის მართლების რეჟიმში ჩაგაყენათ თუ არა თქვენ სწორედ ამ შემთხვევაში ქართულ ძალიან ამ ყველაფერს როდესაც ჩვენ ყველას ყავს შვილები, ყველას ყავს ოჯახები, ყველას ოჯახის წევრი სანათესაო ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ ყველა, ძალიან გაღიზიანებული და სირცხვილი არის უბრალოდ ეს კამპანია რაც დაიწყნა მათ. როგორ შეიძლება ქართველ ადამიანს უთხრა ომი შენ დაიწყე, როდესაც უცხო ქვეყნის ჯარები განთავსებული არის ჩვენს ტერიტორიაზე და კიდევ იწევენ და იწევდნენ. წლები არ გადის, როდესაც საქართველოს ტერიტორიები არ ეკარგება. ამას კიდევ იმას დავამატებ, სანამ 8 აგვისტო დადგებოდა, წინა დღეებში ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა ჩვენი ფორმიანი ხალხის გარდაცვალება, როგორ ხდებოდა დაჭერა, ჩაგვრა, ტანჯვა მოსახლეობის, რომელი ერთი მეტყვის, რომ აი იმ პერიოდში 2008 წლის 8 აგვისტოს ქართველი ფორმიანი შევიდა და რაიმე საზოგადო მნიშვნელოვანი ობიექტი დააზიანა, ან აიყვანა ტყვე და ცუდად მოექცა, ან იყო გაუპატიურების ფაქტები, ან იყო სისულელე არის, გამორიცხული არის ეს ყველაფერი, ეს არის რაღაც ისეთი პოლიტიკური თემა, რომელიც ვიღაცას აწყობს. მიზანი რა არის ამ ყველაფრის თქვენი აზრით, რა შეიძლება დაადგეს? ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ ჩვენ ყავს გმირები, ანწუხელიძე, ონიანი და ძალიან ბევრი ბიჭები. 4 ოჯახში მაქვს შვილის გარდაცვალების სიკვდილი მინატარი. ერთი გიგასახელაშვილი ჩემ გვერდით, სადღაც 50 მეტროს მოშორებით გარდაიცვალა 2008 წლის 8 აგვისტოს. აი მე მაგალითად ხო ძალიან მაინტერესებს. აი იმ კომისიის წევრებიდან რომელიმეს ქონია ისეთი შეგრძნება, რაც მე გადავიარე, როდესაც ყველაზე მეტი რთული მომენტი არის ის, შენ ადამიანს გვერდით რომ მოგიკლავს, ვინმე და მტერი, იმაზე მეტი რთული არის, როდესაც ოჯახში მიგაქვს შვილის გარდაცვალების ფაქტი. და აი ეს განაცდელი აქვს, რომელიმეს გამოცდილი აქვს, ეს გრძნობები გადატანილი აქვს. რა მდგომარეობაში ვარ, ჩვენთვის არ უკითხია სახელმწიფოს დღესაც 100 ლარიან სუბსიდიებზე რო ყავთ ომის ვეტერნები. სამათხოვრო მდგომარეობაში, სამარცხვინო მდგომარეობაში. როდესაც მაგალითად ქუთაისის ვეტერნების სამსახური არ იძლევა და ქუთაისის მერია 6 თვეში ერთხელ 300 ლარიან დახმარებას, რომლებსაც მაგალითად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი იძლევა, სხვა მუნიციპალიტეტები იძლევიან. რატო გვანსხვავებენ ომის ვეტერნებს რაიონებით, რატო გვანსხვავებენ ქალაქებით? და ამ ყველაფერს ის მოყვება კიდევ რომ
ჩხიკინს იწყებენ, ესე რო ვთქვა, უბრალოენით, ლეპურიანით, ჩხიკინს უწყებენ იმ თემას, რომ შენ იყო შეურაცხყოფილი, შენი ოჯახის წევრებთან, შენ შვილებთან, როდესაც შენ გეამაყება, 3 მედალი მაქვს. 3 მედალი მაქვს. ეს მედლები ჩემთვის ფასეულია, ჩემ შვილებს, ჩემი სიცოცხლის მერე მამის მოსაგონად ეს დარჩება. ამ ყველაფერს წყალში რატო გვიყრიან? ნამუსის ნაკამალიც აღარ აქვს დარჩენილი. როგორ შეიძლება ისაუბრო იმ თემაზე, რა თემითაც შენს ვეტერნებს, შენს სამხედროებს კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებ. ამას ხედავს მომავალთაობა, ქართული საზოგადოება, ამას ხედავს სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ძალიან ცუდი არის, როდესაც სამხედროები ხო, ჯარი და ეს რა სიგნალია მათ შორის სამხედროებისთვის, რომლებიც ჩვენს მე დღესაც მყავს მეგობრები, რომლებიც მოქმედები არიან როგორც სუსის სამსახურში, როგორც სამხედრო სამსახურში, როგორც პოლიციის სამსახურის რიგებში, ძალიან განაწყენებული არიან. უბრალოდ თავს იკავებენ, იმიტომ რომ ყველას მათ აქვთ ბანკები. მათ აქვთ შიშები, იმის დროს სახლი კარი გაიყიდება, თავიანთ აზრს ვერ აფიქსირებენ, რაც დამღუპელი არის. მაშინ თუ ესეთი აწყობილი ცხოვრება არის, მაშინ თუ ყველაფერი ამათ გემრიელად დაულაგენ შეიარაღებულში დღეს ვინც მუშაობს, ხო? ეს ხალხი რატო არის ესე ბანკებზე დამოკიდებული? რატო არის ესე დაგლახავებული? კატასტროფულ მდგომარეობაზე არის დღეს მისული ქვეყანა პირველ რიგში. და შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი რა თქმა უნდა. ხო და მოდი ასე ვეთქვი მე მართველ გუნდს და დღევანდელ სახელმწიფოს. მოდი დაწყნარდით, თქვენ თუ გაღიზიანებთ ის 100 ლარის მოგდება ჩვენთვის, ჩვენ არ ვართ მათხოვრები. ჩვენი გმირები იმ ქვეყანაზე დაგვიტოვეთ და ვინც ვართ აქ ცოცხლები დარჩენილი, ვინც მათ ვიცნობდით და მათთან ერთად ბრძოლობდით, ის საპენსიო კარტები თქვენ დაიტოვეთ და დაანებეთ ამ პროვოკაციებს და უბედურებას თავი. სირცხვილი არის. მე მწხვენია დღევანდელ საქართველოში ცხოვრება. და ესე არის კიდევ დღეს მოქმედი ბევრი და რომელიც კიდევ კადრის ოფიცერი არის. მინდა ასევე კითხოთ ერთი ის შეფასება, რომელსაც თქვენ აკეთებდა, საკმაოდ ემოციურია თქვენი მოსმენა, ბუნებრივია ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ მინდა კითხოთ, აი გენერლებს მოусმინეს კომისიის ხდომაზე და ვნახეთ ის დამოკიდებულება, რომელიც საჯაროდ ჰქონდა მათ შორის თია წულუკიანს, ღალატის კომისიის ხელმძღვანელს, მათ შორის გენერლების მისამართის, ეს რა ტიპის დამოკიდებულებაა, რაზე მიანიშნებს, რაზე მიუთითებს და როგორ შეიძლება აიხსნას მისი ეს თქვა დამოკიდებულება, ჟესტიკულაცია, რიტორიკა გენერლების მისამართი. ძალიან სამარცხვინო არის. ძალიან სამარცხვინო არის, როდესაც დაყენებული საუბარით, ესე ვთქვათ, ბრწყალებში დაყენებული საუბარით ადამიანს, რომელსაც აცვია მუნდირი და აქვს გენერლობა მინიჭებული, ესეთი ტონით ესაუბრებოდი. თან არ ხარ ამ პროფესიის საერთოდ არანაირ თემაში გათვითცნობიერებული. ძალიან სამარცხვინო არის. ყოველთვის ხდება შეცდომა, შეუსწომელი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე, როგორც პირადულად, ისე მოქმედებებში ადამიანები და მით უმეტეს ომის თემაში. მთავარსარდალი იქნება ეს, გენშტაბის უფროსი იქნება, მინისტრი იქნება, სამმართველოს უფროსი იქნება, ასეულის მეთაური თუ ათეულის მეთაური თუ ჯგუფის უფროსი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც გააცემს ბრძანებას, კონკრეტული პიროვნება ასრულებს თავის დავალებას. დავალების შესრულების პროცენტულობა როგორ წარიმართა ეს მართლზომიერად, როგორ წარიმართა ეს წესიერად, ამაზე პასუხისმგებელი ვერავინ ვერ გაგიხდება. მე პირადად გეტყვით, მე მაგალითად იმ პერიოდში 2008 წლის 8 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებიდან ვიყავი წასული და არანაირი თემა არ ყოფილა, რომ ჩვენგან პირველი თვეა გავარდნილიყო. ესე იგი კატასტროფულად ცეცხლის წერტილში მოვექციეთ და ერთადერთი რაც იყო, ის იყო გადაგვარჩინა ბუნებამ, რომ ნისლი ჩამოდგა და გამოვაღწიეთ ამ წერტილიდან. მე მივედით დისლოკაციის ადგილზე და ამ დისლოკაციის ადგილზეც ანალოგიურად მეორეჯერ კიდევ მოხდით ცეცხლის არეალში ჩემოგარგო. ასევე ჩემი თანამშრომელი იყო და მანამდე კიდევ ჩემი თანამშრომლები სვანეთის მიმართულებით რო იძახიან ეხლა რომ სვანეთი გადააცენ რაღაც გამორიცხული თემა არის. ავიაციამ
ზუსტად ვიცი იმ ბიჭების დასაუბრები, ჩემი მეგობრები არიან. ზუსტად ვიცი თუ როგორ რუსულმა ავიაციამ დაბომბა და იძულებული გახდნენ, რომ ეს ბიჭები წამოსულიყვნენ უკან და დაეხიათ. ფეხით იარენ, 2 დღე იარენ ფეხით. ეხლა ვისაც როგორ უნდა ისე ახსნას ეს ყველაფერი, ვისაც როგორ უნდა თავის ჯიბისთვის თუ თავის პოლიტიკური სიმტკიცისთვის, ეს ცოტა ისეთი თემა არის, მაგრამ ამ ყველაფერზე ჩვენ საზოგადოება ძალიან ვიზიანდებით, შემოგარგებოდა. ესე არ ხდება, ესე არ შეიძლება. სიფცხვილი არის ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს ქეცრო ასე ყოფილიყო, რაც არ ყოფილა სხვა ქვეყნის მოქალაქეები ხედავენ, სხვა სახელმწიფოები ხედავენ. რა ჭირს ამ ქვეყანას იმის ფასი, რომ დღეს საქართველოს ამ დღეში არის. ძალიან სამარცხვინო მდგომარეობა არის. ძალიან სამარცხვინო მდგომარეობა არის, რაზედაც მთელი გულის ტკივილით, როგორც მე, ისე ჩემი სამეგობრო, ჩემი ნაცნობები ერთვებით ამ საპროტესტო მიმართულებაში ჩემოგარგო.